მაშინ მოგესალმებით კიდე ერთხელ. მოგესალმებით, მეც მოგესალმები ყველას და გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. ამჯერად ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დისკუსია ორ მეფობაზე. ძალიან საინტერესო, რთულად მოსაყოლ ამბებზე, მაგრამ ძალიან საცნაურ ამბებზე, მნიშვნელოვან ამბებზე და თან ძალიან საინტერესო ეს ამბები იმით არის, რომ ჩვენ თანამედროვე საქართველოში თითქოს და დაგვიდგა ეს რაღაცა საკითხი, პრინციპულობა თუ მედროვეობა. აი ეს არის ეპოქა კლასიკის, რა არის მედროვეობა, რა არის კოლაბორაციონიზმი, ალბათ ჩვენც ფრანგებამდე ადრე გამოვცადეთ რა არის. ხო. არ გვინდა თანამედროვე მოვლენებზე ცხადია საუბარი, ჩვენი დისკუსია არ არის პოლიტიკური შინაარსი, ჩვენი დისკუსია მხოლოდ საგანმანათლებლო შინაარსის არის. მაშას ჩვენ ბოლოს დისკუსიაში შევაჩერეთ რუსუდან მეფის გარდაცვალებაზე 1246 წელი, ხო? მაგრამ აქ მინდა ერთი რამოდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი გამოვყოთ, სანამ კონკრეტულად აი ამ საინტერესო ფაქტზე გავაგრძელებთ დისკუსიას. ქონდა თუ არა ლაშა გიორგის დატოვებული სამმკვიდრო ვანდერძი, რომ მისი ვაჟი უნდა გამხდარიყო მეფე. ხო, ახლა ასე წერილობით იყო თუ არა ძნელი სათქმელია, მაგრამ ეს იგულისხმებოდა, რომ ჟამთაღწერელი ადასტურებს, რომ ნამდვილად ეს უცილობოდ და უპირობოდ უნდა გამხდარიყო მისი ძე. და რუსუდანს დაუბარა, რომ მიხედე და გაამეფეო, ასე რომ ამაში თითქოს ეჭვიც არ ეპარებოდა ამ საკითხზე. მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა ძალიან გართულებული სიტუაცია, იმიტომ რომ მართლაც ეს უკანონო იყო ქართული წესების მიხედვით და გაიგზავნა ეს საბოლოოდ, როცა ორი დავითი აღმოჩნდა მოკიშბე, დავით ლაშას ძე და დავითი რუსუდანის ძე, ორივე გაიგზავნა დიდ ყაენთან, ყარაყორუმში, ცენტრში მონღოლებისა და აი აქედან შეიძლება ვთქვათ, რომ დაიწყო ორმეფობა. მოდი, აი უფრო დაწვრილებით შევეხოთ ახლა ამ საკითხს. ესე იგი, დავით რუსუდანის ძე 5 წლის ასაკში გახდა თანამესხდრი. და ეს მაშინ, როცა რუსუდანი იძულებით გადასული გახლავთ დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოს ვინ ბატონობს აქ და როგორ იმართება, ეს პერიოდია, ეს ისინი დუმნები შეიქმნა. მედროვეთა სათარეშო ადგილია, ხო? და მეორე მომენტი, ახლა გახლავთ ის, რომ მან თავისი ქალიშვილიც გაათხოვა და იქ სცადა. ალბათ ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ალბათ იყო მცდელობა, რომ დავით ლაშასზე მოეცილებინა, მაგრამ რაღაცა გარემოებებიდან გამომდინარე ეს არ მოხდა. ეს არ მოხდა და დავით რუსუდანის ძემ შესთავაზა თავისი ძე მონღოლთა თავარსარდლობას და მათ უთხრეს, რომ ზაბდანი ჯერ ბათო ყაენთან და იმან გადაწყვიტოს. იმან რატო ვერ გადაწყვიტა? ხო, იმიტომ რომ ფაქტიურად 1256 წლამდე გარდა იმისა, რომ დიდი ყაენი იყო მთავარი, ამავე დროს გარკვეული სუზერენად მოიარზრებოდა ჩtildeო ულუსი, ბათო ყაენის ულუსი და ამიტომ მას ჰქონდა გარკვეული უფლებები, რომ გადაეწყვიტა ეს საკითხი. ანუ ამიერკავკასიის მეტაურად, კავკასიის მეტაურად ვინ იქნებოდა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მან ეს თავზე არ აიღო, კარგა ხანს დააყოვნა იქ და შემდეგ გააგზავნა დიდ ყაენთან. ალბათ აქ იყო ერთგვარი რაღაცა მაინც ვარაუდი, ეს რომ აჯანყდეს, მე ვის დავამტკიცე, მე ხوار მომკითხავენ პასუხს. არა იყო პასუხისგებლობა აშკარა. ეს რომ იმანა იყოს ბარემ, იმისი გადაწყვეტილების შემდეგ იყოს და თუ ეს აჯანყდა, ბატონო, მე აღარ მომკითხავენ პასუხს. ალბათ რაღაცა ამდაგვარი თვითგადარჩენის ალბათ ასეც იყო და მართლაც გააგზავნეს დიდ ყაენთან
იქ ახლა დიდი ხანი ჭირდებოდა იქ ჩასვლას და სანამ ეს იქ ჩავიდა რუსუდანი დაიღუპა, იმიტომ რომ ვეაფერი ვეღარ გაიგო თავის საყვარელ შვილზე. ამის შემდეგ იქ რატო არ მოხდა სწრაფად დამტკიცება? გარდაიცვალა დიდი ყაენი, ხო? დიდი ყაენი და მეორე ყაენი ავიდა, მაგრამ იქაც არ ჩქარობდნენ ამ დამტკიცებას და როგორც ჩანს ესე შეგნებულად ხდებოდა. სანამ დაინიშნებოდა ეს ახალი ყაენი, მანამდე ყაენის მეუღლე მართავდა რაღაცა 2 წელი. გარკვეული პერიოდი ჰქონდა. რაღაცა უფლებები ჰქონდა და ეს ყაენის მეუღლე სანამ შეიკრიბებოდა მათი ყურულთაი, რომ აერჩიათ ახალი ყაენი, მანამდე ეს ქალბატონი იყო და ქალბატონი ვერ წყვეტდა. ეს 2 წელი საწყალი ელოდება იქ ჩვენ აზე არა ვართ რა ხდება. ვისი იდეა იყო გამოეძებნათ დავით ლაშასზე. ესე იგი გაჩნდა ეს იდეა საქართველოში დიდგვაროვნების ნაწილში, რომ რადგან ის არაფერი იქიდან არ ისმის, ალბათ დაიღუპა და ასე ხო არ დავრჩებით უმეფოდ და მოდით გამოვნახოთ ახლა ეს კანდიდატი და გააგზავნეს იქ სადაც იყო გაგზავნილი ეს დავით ნარინის ესა დავით ულუს ძე და ეხლა ეს კონკრეტულად ეხლა ვინ ეს არ ჩანს, მაგრამ ნუ ქართველი დიდებულების თავში დაიბადა. აქ ამ მომენტში მონაწილეობს ივანე ყვარყვარე? არა, არ ჩანს ყოველ შემთხვევაში ამ მომენტში არ ჩანს. და აღმოსავლეთ საქართველოში ვინ არის ეს ივანე ბაკურისციხელი, ხო, მე მგონი? ეგარსლან ბაკურისციხელია. ეგარსლან ბაკურისციხელია ფორმალური მეტაური, მაგრამ მისგანაც არ ჩანს ეს, რომ მისგან მოდის ეს იდეა. მაგრამ ძალიან დიდ ძალაუფლებას ფლობს. კი, ის იყო ფაქტიურად რეალური მმართველი ქართლის და არა მარტო ქართლის, და ეს უკვე აშინებდა ალბათ ყველას, იმიტომ რომ ეგარსლანი წავდებით მათი თანატოლი იყო და გახდა უცებ უფლებრივად ძალიან დიდი მოიპოვა ადგილი და ჭირდებათ მეფე ჭირდებათ ნამდვილად და ამასობაში 1256 წელს შეიქმნა ახალი ულუსი, ახალი მონღოლური სახელმწიფო სამხრეთ საქართველოში, თავრიზი იყო მისი დედაქალაქი და ახლა მას დაექვემდებარა საქართველო, როგორც უფრო ახლოს მყოფს. და ამ დაქვემდებარებას მოყვა ეს გადაბარებაც, რომ დამტკიცება მეფეების და ყველა ფორმალური საკითხი. და ხო, ეხლა რაც შეეხება წლებს, ჩვენ მე ვამბობ ხოლმე დაახლოებით, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ჟამთა აღწერელი ეგრეთ წოდებული ის წლებს არც ერთი წელი არ უწერია მას და ესეც მისი კონცეფცია ისამოს ამავე წელსა და რომელი წელი ამბობს თვეს და რიცხვს ეს იგი მან კარგად იცის წელი, მაგრამ აი მისთვის იცით რა არის თავარია, რომ აი მონღოლთა დასასრული აჩვენოს და მანამდე რა ხდებოდა და რომელ წლებში ამას თითქოს ისე დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. და აი ამიტომ ჩვენ გვიწევს მე სხვადასხვა თარიღების შედარება ჩამოყალიბება და ამიტომ ვამბობთ, რომ დაახლოებით. პლანო კარპინი იყო სწორედ იმ პერიოდში მონღოლთა საყაენოში. რომელიც ძალიან საინტერესო ცნობებს ყვაწვის, ხო? პლანო კარპინი ყვაწვის ცნობებს აი ამ დებატების რომელიც დავით ლაშასძეს და დავით რუსუდანის ძეს შორის არის წარმოშობილი. რა დებატები როგორი ფორმით იყო და როგორ გადაწყდა ეს საკითხი? ნუ ეხლა ეს რამდენად ეხლა ზუსტად გადმოსცემს რთული სათქმელია, მაგრამ ნუ როგორც ჩანს, მაინც ძირითადი გადმოცემულია და ნუ ესენი ფაქტიურად ერთ დონეზე განიხილება მათი პასუხები, მათი შერკინება, ასე ვთქვათ და საინტერესოა ნამდვილად, რომ აი ეს ამის უფლებაც რომ მისცეს მონღოლებმა, რომ ეს ქართველი პრეტენდენტები ერთმანეთს შეხვედროდნენ და ერთმანეთთან დაესვათ კითხვები და
ну ფაქტიურად ვერ ვიტყვით რომ რომელიმე უკეთესი თუმცა როგორც ჟამთაღწელის აღწერილობიდან ჩანს ბევრად უფრო გონება მახვილი და დაკვირვებული იყო რუსუდანის ასული და ესა ძე დავითი იმიტომ რომ ძალიან მალე სწრაფი იყო დავით ლაშასძე და თანაც უცბად გადაწყვეტდა ყველაფერს და მერე ზოგჯერ რანობდა ეს შანსი შემდეგ მისი. აი ასევე პასუხებშიც ეტყობა არ იყო ის გაწვრთნილი და თან ცოტა ენაბლოც ყოფილა და ამგვარად ეს ძალიან უშლიდა მას ხელს ამ დებატების დროს და ზოგადადაც მთელი მისი მეფობა აშკარად კეთილგანწყობა რომ არ იყო ჟამთაღწელის ისეთივე უარყოფილი იქნებოდა როგორც თქვათ რუსუდანი თუ ლაშა გიორგი მაგრამ აშკარა კეთილგანწყობილია მემატიანე და ცდილობს რომ როგორღაც ეს რთული პროცესები მასთან დაკავშირებული შეარბილოს აშკარად და აი ასე ეს ორივე პრეტენდენტი ამბობს რომ ჩვენ ქართული სამართლით ანუ დავით რუსუდანიძე ამბობს რომ ქართული სამართლით უკანონო ვას არ ეკუთვნის მეფობა თუმცა ამავე დროს უგულებელყოფს იმ ფაქტს რომ ანდერძი ჩვენთვის არ არის ცნობილი დოკუმენტი მაგრამ ალბათ არსებობს რაღაც ანდერძი ხო მაგრამ იქ ამ საკითხს არ აყენებს და ის ფაქტი მოყავს რომ ის უკვე თანამესაყდრეთ არის უკვე დამტკიცებული და ამიდან გამომდინარე მას ეკუთვნის. ვის კიდე ლაშას მხარე კიდე ამტკიცებს რომ ვაჟის ხაზი ვარ. კაცის ჩამომავლალია მთავარი და ამას ამბობდნენ ქართველი დიდებულებიც რომ ეს მაინც კაცის ჩამომავალია და ქალისა არ უნდა იყოს დამტკიცებული. სუფთა ქართული ასე თქვათ სამართლით და წესით რო ყოფილიყო ეს დებატები, უკვე ეს ჰიპოთეტური კითხვა. კი, ალბათ მაინც ამ შემთხვევაში ვინ იქნებოდა მართალი? ამ მოცემულობით ალბათ მაინც უკანონოს არ მიიჩნევდნენ მის მეფობის ღირსად, იმიტომ რომ ეს მკაცრად იყო საქართველოში დაცული, რომ კანონიერი მეუღლისგან თუ უკანონო მეუღლისგან და ну მერე კი მოიშალა ეს ფაქტიურად აი დემეტრე მეორის დროს, მაგრამ ამ პერიოდში ნამდვილად ალბათ ძალიან ცოტა ის ქონდა შანსი დავით ლაშასძეს, იმიტომ რომ ის უკანონო იყო ახლა ძალიან და ამიტომ ქართული სამართლით მას არ ერგებოდა ტახტი ნამდვილად. გადაწყვეტეს როგორ? მონღოლებმა რაღაცა თითქოს აი ამ დილემიდან მათთვის სასარგებლო გამოსავალი გამონახეს და მათ თქვეს რომ ჩვენთან უკანონო ცნება არ არსებობს და ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორივე შეიძლება იქნას დამტკიცებული მეფედ. და ეს იყო, რა თქმა უნდა, შეგნებულად გაკეთებული, იმიტომ რომ ახლა მათ ქართული ხასიათის იცოდნენ უკვე და ამავე დროს ახლა ორი მეფე ერთ ტახტზე ძალიან რთული მოვლენაა ყველგან, სადაც გინდა იყოს. და ბოლო-ბოლო ეს გამოიწვევდა კონფლიქტს და დაპირისპირებას და აი ამაზე იყო აქცენტი გაკეთებული და ორივე დამტკიცეს და იმ დროს როცა საქართველოში ფაქტიურად არც ერთს არ ელოდებოდნენ ორივე მოვიდა მეფის ხარისხით. სანამ ეს მოვლენები ხდება საქართველოში არ ცხრება მოვლენები. კოხტას დავის შეთქმულება ჩვენ ისტორიაში. ანუ ქართული დიდებულები ხედავენ იმ კონკრეტულ ფაქტს, რომ აქ საფრთხე უკვე არის ქართული სახელმწიფოებრიობის საერთოდ ჩამოშლის, იმიტომ რომ ხედავენ ორივე მეფე გაქრა და შეიძლება საერთოდ ახლა იმ პერსპექტივიდან ხედავენ რომ საერთოდ მეფე შეიძლება აღარ ყავდეთ, შეიძლება აღარ ყავდეთ მეფე და ისტორია ამბობს რომ აი იმ ფაქტს აფიქსირებენ რომ ჩვენ ისინი იმიტომ გვამარცხებენ რომ ცალ-ცალკე ვართო აი ამასაა მოლაპარაკებაში ხო და ამ გარემოებიდან გამომდინარე რომ კოხტას დავას იყოს ეს შეკრება და ყველაზე შორეულ მხარეს დადიანს და რაჭის ერისთავს უფრო ადრე უნდა წასულიყვნენ აი ის მომენტი აღმოჩნდა ეს ბედნიერი ხმლიანი მომენტი რომ ისინი იმ თავდაპირველ შეპყრობას გადაუხშენ მე როგორ ხო აი როგორც აი საინტერესოა იცით რომ ივანე ჯავახიშვილი აი ამ მოკლე ისტორიაში რომელიც მე თავიდან ბოლომდე შევადარე ნაწერი გამოცემულს
იქ საერთოდ არ ახსენებს ცოტნეს ერთხელ ახსენებს როგორც მეშვიდე მერვე იმისი დუმნის თავს და იმ შეთქმულებას საერთოდ არ ახსენებს და არა უბრალოდ შეთქმულებაში არ ახსენებს ცოტნე დადიანს და როგორც ჩანს ეს მაინც იმის გამოხატულება რომ მას ნაკლებად ჯერა ჩამთაღწერლის ამ აღწერილობის რომ იმიტომ რომ ისეთ ახლა მართლაც ძალიან გულუბრყვილო უნდა ყოფილიყვნენ მონღოლები რომ დაეჯერებინათ რომ ის არაფერ შუაში არ იყო, მან წარმოდგენა არ ჰქონდა ამ შეთქმულებაზე და ამიტომ გამოუშვეს სულ. სინამდვილეში აქ მონღოლური ძალიან გამჭრიახი და ეშმაკური ჩანაფიქრი ჩანს, რომ მათ გადაწყვიტეს, რომ ასე დაემორჩილებინათ ეს ყველა და ვითომ დაიჯერეს, რომ აი ნახეთ როგორი არაფერ შუაში არ იყო და ასევე მივიდა და დაჯდა მათ შორის დასაცმელი გაიხადა სხვა შორის თაფლის წასმა ეს ვახუშტი არწერია სამთაღწერელთან ეს ვახუშტი დაუმატა ხელები შეკვდა და უბრალოდ გაშიშვლება და მზეზე და რაღაცა ამგვარი ეგეც ძალიან დიდი შეურაცხყოფა იყო და ეს თაფლი ეს ვახუშტი დაწერა და ეს ყველგან დღეს რატომაც ამას იმეორებენ ხო და ესე იგი ცოტა ნუ რა თქმა უნდა საეჭვოა რომ ეს ირწმუნეს რომ ესენი გადასახადების გამო იყვნენ შეკრებილები და არა სხვა რამის გამო და ნუ გამოუშვეს ყველა და ნუ ეს ცოტნეც ძალიან ნუ გმირად დაგვიჭრა და ალბათ ნუ მართლაც გმირობა იყო მაგრამ რამდენად მონღოლებისთვის ეს უკვე მეორე საკითხია თან ეს მოვლენები სადაც შემდეგ დაშილების უპატიოდ გაშიშვლება და დაყრა ხდება ეს სომხეთში ხდება ხო უკვე ანისში გადაიყვანეს ხო ანისში ხდება ანისში და ნუ იქ ცხელი მზე არის და ამიტომ კიდევ უფრო მეტად იყვნენ დაჟილები ამ ნუ ჯერ ერთი ეს გაშიშვლებაც ახლა შეურაცხყოფა იყო რა თქმა უნდა ამ დროინდელი დიდგვაროვანი თუ არა დიდგვაროვანი ყველასი ხო ასე რომ აი ესე მივედით ორ მეფობამდე ორივე მეფე გამოვიდა აღმოჩნდა საქართველოში და გარკვეული პერიოდი საინტერესოა რომ ჟამთაღწერელი ამბობს რომ მე მაქვს ნანახი დოკუმენტები სადაც ორივე დავითი აწერს ხელს დავითი და დავითია აი ესე იგი ეს ნამდვილია იმიტომ რომ არსებობს ერთი აბელიას თეთრიწყაროს რაიონში ეკლესიის წარწერა სადაც ორივე დავითია მოხსენიებული რომ ეს აშენდა ორი დავითის დროს ესე იგი ეს ნამდვილია ეს ამბავი რომ ორივე ერთად მეფობდნენ და გარკვეული პერიოდი როგორ ჩანს გარკვეულად ერთმანეთს ხელსაც უწყობდნენ ანუ ხელს უწყობდნენ ანუ არ ებრძოდნენ ერთმანეთს მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდა და ნუ აი მაგალითად თან დაძდებდნენ მონღოლ ჰულაგუს ლაშა გიორგის ძე და ყველგან სადაც კი მიდიოდა მაგალითად მულიდების ციხე ალამუტის ასაღებად ეს ისინი ტერორისტები იყვნენ ასასინები იქიდან გამოსხვა ეს სიტყვა იქაც მიყვებოდა ბაღდადის აღებაშიც და 1259 წელს მონღოლებმა გადაწყვიტეს დაეპყროთ ბაღდადი და ნუ იქაც დაიბარეს ეს შედიოდა წესში რომ ქართველი მეფე უნდა თავისი ამალით გაყოლოდა მონღოლებს ყველგან აქ რამოდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი სანამ აი ამ ალამუტის ციხეში ხო თელი ძალიან საინტერესო რაღაცა ეპიზოდებია მანამდე მონღოლებმა განახორციელეს დაბეჭდვა კი ეს თქვი ჩვენ რომ ძალიან ბევრი გადასახადი თითქმის ყველა სფერო იქნება ეს ხელოსნობა, იქნება ეს ვაჭრობა, იქნება ეს მესაქონლეობა, მიწათმოქმედება, აბსოლუტურად ყველაფერი დაბეჭდეს. ამავე დროს იყო გადასახადი ის რომ უნდა ყველა ჯარში წასულიყო და როგორც კი მათ დაუძახებდნენ, უნდა წასულიყვნენ ჯარში. ვინც ჯარში მიდიოდა, ის აღარ იხდიდა მერე გადასახადს ის ოჯახი, ხო რაღაც ამდაგორი რაღაც შეღავათები ჰქონდა. და თან ჩვენ წინა ამაზეც ვარაუდე ძალიან საინტერესო ეპიზოდია თვითონ ეს ნიშანდობლივი რომ ამ გადასახად უნებლიეთ რაღაცნაირად გვაძლევს ვარაუდს რა დაახლოებით რა რაოდენობა უნდა ყოფილიყო მაშინდელ საქართველოში მაგალითად სრულფუძიანი გლეხებიდან სრულფუძიანი გლეხი
რაღაცა 800-1000 კომბლი არის, მაგრამ აქ უნდა დავაკონკრეტოთ საინტერესო მომენტი, რომ მათ აღწერეს არა დასავლეთ საქართველოს, არამედ აღმოსავლეთ საქართველოს და მაშინდელი სომხეთის ალბათ რაღაცა რეგიონები და დასავლეთ საქართველოში გამომდინარე ალბათ რა სიმჭიდროვეც არის აქით, ისეთ უვარაუდებთ იქითაც, იქაც 200,000 კომბლი უნდა ყოფილიყო. მთლიანად ამიერკავკასიაში აი ესეთი სახელმძღვანელო გახლავთ უფრო ალბათ პოპულარული მკითხველებისთვის და არა სამეცნიერო ლიტერატურა მარიკა ლოსკიპანძის 6 მილიონამდე არის მისი ვარაუდი. მთლიანად კავკასიაში ალბათ სავარაუდო რაოდენობა. ეს ძალიან დიდი ციფრია, ძალიან დიდი ციფრია. და ამის მიუხედავად რაღაცა ძალიან სერიოზული ორგანიზება, რაღაცა ძალიან მაგარი წინააღმდეგობის ვერ მოხდა ძალიან სამწუხარო. მათ წაგვიყვანეს ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვან ომებში. აი ამ ალამოტის ციხის აღება და ბაღდადის აღება არის ის წერტილი, რომელმაც შექმნა ულუსიანთა საყარო. ანუ ამ ჩვენი მახრჩობელის შექმნაშიც მივიღეთ მონაწილეობა. კი, თანაც ძალიან თავდადებულად იბრძოდნენ და პირველ ადგილზე იყვნენ ყოველთვის ბრძოლაში ქართველები და ეს მიაჩნდათ, რომ აუცილებლად ასე უნდა ყოფილიყო და ეს ქართული ხასიათიდან გამომდინარე, რომ რახან იბრძვიან, უნდა იბრძოლონ ბოლომდე და თავდადებულად და ვისთვის ეს უკვე მეორე ხარისხოვანი გამოვიდა და ეხლა შემდეგ როგორ მიდის 59 წელს 1259 წელს ეგვიპტის წინააღმდეგ ლაშქრობა. ჯერ მანამდე სანამ ეს ამ ლაშქრობას მოაწყობდნენ, უკვე მათ შორის როგორც ჩანს გაჩნდა ამ ორ დავით შორის ურთიერთობაში რაღაც ისეთი ბზარი და როდესაც დავით რუსუდანიძე აჯანყდა მათ წინააღმდეგ და საკმაოდ კარგად ორგანიზებული იყო ეს აჯანყება. საკმაოდ დიდი წარმატებაც მიაღწია პირველ ხანებში ამ აჯანყებამ. დავით ლაშას ძემ არ მიიღო მონაწილეობა და გვერდზე გადაგა საერთოდ იმ დროს, როცა ძალიან დიდი შანსი იყო გამარჯვების. და ესე იგი აი ამ რაღაცა ლაშქრობებში მონაწილეობის ბჭყალებში გვერდითი სასარგებლო ეფექტი ალბათ ის არის, რომ ქართველებმა კარგად გაიგეს იმათი საომარი ტაქტიკა, იმიტომ რომ ამის შემდეგ უკვე რაღაცა ამდენი ხნის ნანატრი გამარჯვებების რაღაცა ეპიზოდები ყავს, ძალიან რისხან მოწინააღმდეგე. კი. ან რაღაცა ვისწავლეთ ისინი როგორ ბრძოლობენ. კი, ეს ასე ალბათ, ახლა რადგან ასე ორგანული ნაწილი იყო მათი ჯარის, მათ მიიღეს ის რაღაც ჩვევებიც და ყველაფერი რაც მათ ჰქონდათ, მაგრამ ახლა შემდეგ როგორ მიდის მოვლენები, რომ ესე იგი ბოლოს იმდენად გაუჭირდათ მონღოლებს, რომ შეუთვალეს ახალ ჩამოყალიბებულია ეს ახალი ულუსი და იქ შეუთვალეს, რომ დახმარება გჭირდება. და მართლაც ესე იგი გადაწყვიტეს, რომ 20,000 კაცი დახმარება გაეგზავნათ. იმიტომ რომ დამარცხდა ფაქტიურად მონღოლთა ლაშქარი დავით რუსუდანის ძესთან. ამის შემდეგ უკვე აღარ მიიღო მონაწილეობა აჯანყებაში დავით რუსუდანიძემ და გადავიდა დასავლეთ საქართველოში. და ეს როგორც ჩანს აი დავით ლაშასძე აბსოლუტურად გვერდზეა გამდგარი. ისტორიკოსთა ვარაუდი რა არის ეს დასავლეთ საქართველო? არაბობის დროსაც იყო ესეთი სერიოზული ზღუდე, იქაც უფრო შეზღუდული იყო მათი ჩართულობა. ხო, ჩართულობა. რატო ვერ ბედავდნენ? აი ფიზიკურ გეოგრაფიული რაღაცა დაბრკოლების გამო ლეხის ქედში იქნებოდა შესაძლებლობები ჩასაფრების და ვერისკამზე. როგორც ჩანს, ახლა ჯერ ერთი მაინც ფორმალურად ითვლებოდა დაპყრობილად. მერე არის დაპყრობილად მონღოლების მიერ და თანაც არის ესეთი რაშიდ ად-დინი ძალიან ცნობილი სპარსელი ამ დროინდელი მწერალი და ის ამბობს, რომ ესე იგი წერილებია მისი მოღწეული და ის ამბობს, რომ დასავლეთ საქართველოში მაქვსო დიდი პლანტაციები. ესე იგი
ხო თუ ეს ყალბი არ არის ეს წერილები გამოდის რომ ესე იგი რაღაცა ფორმით მაინც კონდათ წვდომა მაგრამ ჯარით ნაკლებად გადადიოდნენ იქით ეთყობა იმ გეოგრაფიული ვითარებიდან გამომდინარე ერჩევნად ფორმალურად ყოფილიყო მათი ყმა და ძირითადი მაინც მოვლენები აღმოსავლეთ საქართველოში მიდიოდა და აქ იყო მათი ალბათ შეტევის აქ ვაკედავლობია ივრის ზეგანიდან შეულიათ შევიდნენ მესხეთიდან შეულიათ შევიდნენ იქ კიდე სუმთათა სისტემაა და სადღაცა შესაძლებლის საშუალებაა ხო აი როგორ ჩანს ამის გამო თავს იკავებენ და თუ საჭირო გახდა ალბათ შევლენ მაგრამ ფაქტია რომ მაინც ნუ დასავლეთის ფორმალურად ემორჩილება თუმცა დავით ლაშაძის გადასვლის შემდეგ დავით რუსუდანიძის გადასვლის შემდეგ ფაქტიურად ის დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებს სრულიად და ეხლა რაც შეეხება აღმოსავლეთში დასავლეთ საქართველოში გადასახადებიც უფრო რბილია ზოგად გადასახადს იხდის მთლიანად სახელმწიფო აი ესეთი მეურნეობის დარგები არ არის ცალკე დაბეჭდილი ხო როგორ ჩანს ახლა ჩვენ ზუსტად არ ვიცით მაგრამ როგორ ჩანს იმიტომ რომ ნუ რადგან იქ არ შედიან და ძალით არ ხდება ამოღება ამ გადასახადების ალბათ ეს ძალიან ფორმალურ ხასიათს ატარებს და ახლა მაინც მე მინდა დასავლეთ საქართველოს ცხოვრება იმ პერიოდში შედარებით რბილი შესაძლებელია ხო და ესე იგი ახლა მინდა მაინც აღმოსავლეთ საქართველოში რა ხდება ამ დროს ნუ როდესაც დაიბარეს მე ეგვიპტეში გასალაშქრებლად წავიდა შეკრიბა ჯარი დავით ლაშაძემთან წავიდა მაგრამ სამცხეში როცა მივიდა იქ გადაიფიქრა უცბად გადაიფიქრა წასვლა და იქ შეკრიბა თავისი მომხრეები რომ თან უცნაურ რამეს ამბობს ჟამთახზე რომ ყველას უთხრა რომ თქვენ თვითონ აირჩიეთ გინდათ თუ არა აჯანყებაში მონაწილეობის მიღება ახლა როცა აჯანყება იქ ასეთი ლოიალობა ძალიან უცხოა იმიტომ რომ ნუ ძალიან ბევრი სხვადასხვანაირ აზრს გამოთქვამს და ბევრმა უარი თქვა მონაწილეობაზე და ესე იგი ძალიან ცოტა ხალხი დაუგროვდა ბოლოს 8000-მდე კაცი დაუგროვდა მაგრამ ფაქტია რომ ესე ასე მოუმზადებლად და ასე ნაუცბათევად უცბად გადაფიქრება ეს არ იყო ნორმალური გამის გვერდზე და აი მის გვერდზე იყვნენ რამდენიმე ადამიანი მაგალითად ცნობილი საქართველოს ისტორიაში და აი მაგალითად მის გვერდზე იყო აი მის გვერდზე მაშინ იყვნენ ესე იგი ივანე შანშეზზე მხარგრძელი გრიგოლ სურამელი კახა გამრეკელთორელი და ახალქალაქის ესენი იყვნენ წინააღმდეგი ახალქალაქის თავნიო მაგრამ მისი მომხრე იყო სარგის ჯაყელი ციხისძვარელი და შავშეთ კლარჯეთელები შოთა კუპრი იყო მისი მომხრე აქ არ ჩანს იქ ჩანს კოხტასთავის შეთქმულებაში იქ ჩანს კი და რომელიც მაყურებლებს მინდა შევახსენო რომ არსებობს ესეთი ჰიპოთეზი ჩვენ წინა რომ ეს არის შოთა შეიძლება ეს იყოს შოთა რუსთველი ხო მაგრამ ძალიან რთულია ამის დამტკიცება და მოკლედ ბოლოს დარჩა სარგის ჯაყელთან აჯანყებისთვის და არღუნი რომელიც წასული იყო ეს ამირა რომელიც წასული იყო დახმარების სათხოვნელად თავრისში და იქიდან ჩამოიყვანა 20000 კაცი და ეს 20000 კაცი იყო დამატებით რომ იმისი აჯანყება ჩაეხსნათ დავით რუსუდანიძის და ნუ რაც შეეხება მონღოლებს ისინი ძალიან გაბრაზდნენ ძალიან ერთგულად სრულიად ერთგულად მიაჩნდათ დავით ლაშაძე და არც კი ფიქრობდნენ რომ მას შეეძლო ასეთი რამ ჩაედინა და ბოლოს გამწარებულებმა დაიჭირეს მისი მესამე ცოლი ფაქტიურად გვანცა რომლისგანაც ყავდა დემეტრე და გვანცა
ბიჯნისში დღევანდელ სომხეთის ტერიტორიაზეა ეს ბიჯნისი ბიჯნის ეძახიან ისინი და აი აქ იყო შეფარებული დედასთან ერთად სულმცირეწლოვანი დემეტრე და 3-4 წლის იქნებოდა და გვანცა დედოფალი დასაჯეს სიკვდილით ეს ნიშნავს იმას რომ ძალიან იყვნენ გამწარებულები ამ აჯანყების გამო რასაც არ მოელოდნენ ლაშასგან და დემეტრე გადარჩა მაგრამ ძალიან მძიმე ცხოვრება გადა რა ინდობა ახლა ეს ხო აი ვისაც ემტერები მასთან უნდა კონდეს მარტოს რა ინდობა არავითარ რა ინდობა არა რა თქმა უნდა და აი ამის შემდეგ უნდა ვთქვათ რომ ბოლოს ისიც გადავიდა დასავლეთ საქართველოში, გადაწყვიტა რომ ვერანაირად ვერაფერს გააკეთებდა მათ წინააღმდეგ და გადავიდა და ერთი პერიოდი ხო, ესე იგი, ერთი პერიოდი შეერკინა კიდევაც ესე იგი ახალდაბასთან და ესე იგი არღუნი გამოგზავნეს ისევ მის წინააღმდეგ და დამარცხდა აშკარა იყო რომ დამარცხდებოდა თუმცა სამცხე საათაბაგოში საათაბაგოსაც შეუსიეს ეს არღუნი და სულ მოაოხრა იქ თუმცა მათი მთავარი ქალაქი ამ სამცხელების და ჯაყელების ციხისჯვარი ვერ აიღო და აი სწორედ ამ გამწარების ნიადაგზე მე დასაჯეს ეს უდანაშაულო ქალბატონი და ალბათ მასაც ასეთივე ხვედრი ელოდა ლაშა რუსუდან ისე ლაშა და ულუ ესე იგი და იმისი დავით გიორგი ლაშას ძეს მაგრამ ახლა რა მოხდა ამ დროს ამ დროს ფაქტიურად ხო თან იმ როცა კითხვებს აძლევდნენ პასუხობდნენ ეს უჭირდა მას პასუხების გაცემა ოქროს ურდოსთან მოუწიათ დაპირისპირება აი ამ დროს როდესაც დაიწყო მისი ფაქტიურად ცოტაღა იყო დარჩენილი რომ მას დაჟიდნენ მაგრამ ამ დროს აღმოჩნდა რომ ბერქაყაენი ჩრდილო ულუსის ოქროს ურდოს ულუსის გამოემართა და დაიწყო მზადება იმისთვის რომ დაეპყრო რატო დაბრუნდა დავით ლაშასზე და გამოცხადდა ამ ეგრეთ წოდებულ სასამართლოზე სადაც მას ეკითხებოდა იმიტომ დაბრუნდა რომ საქართველოს აღმოჩნდა სრულიად ესე იგი უპატრონო აღმოსავლეთ საქართველოს აბსოლუტურად და ვინმე სომეხი იყო ეთი რაღაცა და იმას უპირებდნენ იმას ისასოს თბილისში ტახტზე და ხო და ეს ეთყობა ძალიან მწვავედ განიცადა და გადაწყვიტა შერიგება ესე იგი მონღოლებთან და ისინიც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ დროს საქართველოს მორჩილება, იმიტომ რომ ჩრდილოეთიდან ძალიან სერიოზული და მოусმინეს პირდაპირ არ დასაჯეს. მაგრამ აქ პირველად ჩნდება ერთ-ერთი საინტერესო პროტოტიპი ისტორიაში, რომელიც ძალიან ხშირად მოურდება ჩვენს ისტორიაში, სადუნ მანკაბერდელი, ხო? აი არა, ეს უკვე იმის დროს არის, დემეტრე მეორის დროს. აქაც ხომ რაღაცა თარჯიმანის როლში გვევლინა თუ არა? ის არ არის, ამ დროს არ ჩანს, არა. იმასთან ესე იგი მე სხვა წყარო მაქვს. ანუ სადუნ მანკაბერდელი იყო აქ ერთ-ერთი თარჯიმანი. ეს იყო ესე იგი როგორც ჩანს ენები კარგად იცოდა უიღურული, მონღოლური და ქართულიც და სხვა ენებიც ალბათ, მაგრამ თავის საკუთარ განდიდებაზე უფრო ზრუნავდა ვიდრე ქართულ საქმეზე და მანკაბერცი ესე ამბობენ ხოლმე სომხურ წყაროებში და ის ცოტა მოგვიანებით არის ჩართული და აქ არ ჩანს მაინც. მაგრამ აქ ერთი საინტერესო მომენტი ახსოვს მე ქართველი ერის ისტორიიდან ივანე ჯავახიშვილის რომ როცა მას ეკითხებოდნენ კითხვებს იმდენად დაბნეული იყო დავით ულუ რომ იმისკენ იხედებოდა და იმათ მეფიქრეს ეს ხო არ არისო ყველაფრის საერთოდ თავი ბოლო საწყალ ხო
და კინაღამის სიკვდილში ამთხვია, ხო? იყო ხო ესეთი? არა, იყო ხო, ოღონდ არა სადუნთან და ესე იგი უჭირდა ლაპარაკი ძალიან ეს ენა ბლუწ ყოფილა და თან კარგად სწრაფად ვერ აზროვნებდა და ნამდვილად სხვებისკენ იხედებოდა, მაგრამ ის ადუნი მერე ჩანს უფრო. და ამასობაში ბერქა გამოემართა სამხრეთისკენ, ძალიან სერიოზული ეს იყო ძალა და ну ფაქტიურად ის მერე შემოვიდა აქ და აი თბილისიდან გარდაიცვალა, თორე თბილისაც ააოხრებდა, სადაც კი მტკვარზე გაიარა, აი რუსთავი მაგალითად მოსპო და ყველაფერი მოსპო, რაც კი გზაში შეხვდა და ну იქ გარდაიცვალა და ну მერე გაასვენეს უკან. მაგრამ ამის შემდეგ მონღოლები ამ სამხრეთ მონღოლებმა, ანუ ხულაგუყაენის ულუსმა დაიწყო გამაგრებაზე ზრუნვა და მდინარე ჩაღანურსთან ეს იყო ანუ თეთრი წყალი და აქ დაიწყეს სიბას მშენებლობა. სიბა ეს იყო წყალსატევით გამაგრებული ესე იგი სიმაგრე, მაგრამ ქართველებისთვის ეს აღმოჩნდა ძალიან მძიმე რამ, იმიტომ რომ ყოველ ესე იგი გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე იქ უნდა მდგარიყო ქართული მეფე თავისი ჯარით. და იქ ისეთი მძიმე პირობები იყო, რომ ამ დავით იმისი უფროსი დავითის, ანუ დავით ლაშა გიორგის ძეს შვილი გიორგი იქ დაიღუპა, იმიტომ რომ გავრცელდა რაღაც მუცლის ტიპი ალბათ და შემდეგ თვითონაც ამ მუცლის შეედვა რაიმე მუცლის სალმობაო და ეს მუცლის სალმობა ნუ ალბათ ტიპი იყო და გარდაიცვალა თვითონაც ამ ნუ ეს მოგვიანებით და ესე იგი ამასობაში ესე იგი რა ხდება ნუ საერთოდ საქართველოში და რა ხდება ესე იგი ძალიან მძიმე ეკონომიკური სიტუაცია, ძალიან მძიმე, იმიტომ რომ ნუ ამდენი გადასახადები და ესე იგი ხდება მიწის გაუფასურება და ამ ბევრჯერ აქ ხდება ესეთი ტერმინი, რომ ფული ესე იგი ძვირი იყო და მიწა იაფი. და ყველა ცდილობს მოიშოროს ეს მიწა ზედმეტად მიაჩნიათ და ნუ ეს დაანგრევა ქართული ფეოდალური წყობილებისა და ყველაფრის და ამიტომ ეს ძალიან საშიში მოვლენა იყო და სინამდვილეში კიდევ მაინც ნუ ყველა გარბის, ყველა ცდილობს რომ რაც აქ მიწა ყველაფერი დასთმოს და გაყიდოს ძალიან იაფად. და ამასობაში ესე იგი მანამდე კიდევ რაღაც ისინი ხდება დაჟა ესე იგი როგორც ჩანს ძალიან მალე სწრაფი იყო ეს დავითულუს შვილი და ესე უბრალოდ დავითულუ და რამდენი ვიზედაც რამეს მიუტანდნენ, მაშინვე იჯერებდა და ჟიდა სიკვდილით. და აი მაგალითად მესტუმრე ჯიქური. აი ამ უმეფობის და არეულობის დროს დაწინაურდა საქართველოში მესტუმრე ჯიქური. მესტუმრე ეს არის თანამდებობა, მეოთხე ხარისხოვანი და ძალიან ისეთი. ნუ არ იყო ეს არაფერს არ წარმოადგენდა, ნუ მესტუმრე, ანუ სტუმრების მიღება თავდაპირველად მას ევალებოდა. და აი ეს მესტუმრე ჯიქური ძალიან გამოცდილი მართველი აღმოჩნდა და მერე მას ესე დაემუქრა მთელი თავის დროზე მას ბევრი რაღაცის გაკეთება შეეძლო უმეფობის დროს, ან გადასვლის დროს, ამ ორივე დავითის დასავლეთ საქართველოში და ნუ მერე როგორც ფიქრობს ივანე ჯავახიშვილი ეს მასზე ეს მეფეს რო ყურში ჩაშურჩულებდნენ, მას ჯეროდა მაშინ
და დასაჯა სიკვდილით, მაგრამ რა დააბრალეს? მას ესე იგი მას დააბრალეს, რომ ფაქტიურად ითვისებდა სამეფო და საქართველოს დოვლათს და თანაც უამრავი რაღაც ჭორები ვრცელდებოდა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ არც კი მოусმინა პალატში იყო მეფე და თბილისში პალატში იყო და იქიდანვე გადმოაგდებინა. არც კი მოусმინა, რომ რა ქონდა გასამართლებელი სათქმელი და სასწრაფოდ გასაბრძანება გადმოაგდეს და დაიხრჩო მტკვარში. მაგრამ საინტერესოა მერე ჯამთაღწერლის შემდეგი ამბები, რომ მეორე დღესო თბილისელი ყველაზე უპოვარი ხალხი შეიკრიბა და დაინახეს, რომ გამორიყა მისი სხეული მტკვარმა და ძალიან შეწუხდნენ, იმიტომ რომ მათთვის სიკეთე ბევრი ჰქონდა გაკეთებული და გადაწყვიტეს მეფესთან მისვლა და თხოვნა, რომ გამოეთხოვათ ეს გვამი და დაესაფლავებინათ, როგორც წესი ითხოვდა ქრისტიანული და წარმოიდგინეთ, რომ ნება დართო, ესე იგი რაღაც გადაუარა იმ გაბრაზების მომენტმა და ნება დართო და წმინდა ქრისტინას ეკლესია, რომელიც დანგრეული იყო იმათ დროს შემოსევების დროს ამ ჯალალადინისა, ის აღადგინეს, რომ ჩვენ არ ვიცით ახლა დღეს სად იყო ეს ქრისტინას ეკლესია და იქ დაკრძალეს დიდი პატივითო და მართლაც ძალიან დიდი ეს იყო პატიება და აღიარებაც იმისი, რომ შეცდომა დაუშვა მეფემ, თორემ მაშინ არ მისცემდა უფლებას, რომ ასეთი პატივით დაესაფლავებინათ. და ამის შემდეგ კიდევ აი საინტერესო პრობლემაა, საინტერესო საკითხია ბასილი უჯარმელი ჭყონდიდელის მომენტი, რომ ეს იყო ვაზირდუ პირველესი და მას ესე იგი ფაქტიურად ძალიან დიდი უფლებები ჰქონდა და მას დაბრალდა ყველა ის უარყოფითი მომენტი, რაც ამ დროს საქართველოში ხდებოდა. კერძოდ რა ხდებოდა? იმის გამო, რომ ეს მიწის ნაკვეთები და ყველაფერი გაუფასურდა, გადაწყვიტეს დიდგვაროვანმა ფეოდალებმა, რომ ეკლესიას ხელს არ ახდებენ, ამ დროს ჯერ კიდევ წარმართულია ეს არ არის მუსულმანური და ამიტომ ეკლესიას და საერთოდ რელიგიას მეტპატივს სცემენ მონღოლები და ამიტომ ეკლესიაში შენახულია ყველაფერი ისე როგორც იყო და დაიწყეს ეკლესიის მამულების გამოწირვა და ეს ახლა ეკლესია ძალიან აღშფოთდა, რომ ასეთ რაღაცას მიმართავდა ქართველები, დიდგვაროვნები და მაშინ კლებაც კი მოიწვა, მაგრამ ვერ აჩერებდნენ ამ პროცესს. ესე იგი ეკლესიის მამულებს დიდგვაროვნები და სახელმწიფო ცდილობდა, რომ გამოეყო და თავისთვის და დაერიგებინა მათთვის, ვისაც საჭიროდ მიიჩნევდა და იმდენად გამწვავდა სიტუაცია, რომ 1263 წელს საეკლესიო კრება შეიკრიბა, რომელზედაც ბევრი მუქარა გაისმა. და ამის საინტერესოა, რომ ამას ჯამთაღწერელი გვეუბნება და ამავე დროს კრების ოქმიც არის მოღწეული ჩვენამდე და იქ პირდაპირ წერია, რომ ქართლის ცხოვრება ბევრ უკეთურ ამბავს გადმოგცემს, მაგრამ ასეთი რამ არასდროს არ ყოფილა, რომ ეკლესიას საერო პირები თავს დასხმოდნენ და გამოეყოთ მათთვის ნაჩუქარი დიდი ხნის წინ მიწები. და ფაქტიურად ვერაფერს მიაღწიეს, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ მთელი ყველაფერი დაებრალებინათ ამ ბასილი უჯარმელი, ანუ ეკლესიის გაბრაზება გადაიტანეს ერთ კონკრეტულ განტევების ვადს. ხო, ეხლა ის იყო ჭყონდიდელიც, მაგრამ როგორც ჯამთაღწერელი გვეუბნება, ჩოხანით, საეკლესიო ჩოხანით აღიხადაო. ანუ საეკლესიო ჩაცმულობა საერთოდ უარი თქვა, იმიტომ რომ უფრო ის იყო რეალურად იყო საერო პირი და მის ხელში იყო, აი როგორც პირველი პრემიერი ასეთი თანამდებობა ჰქონდა და
მთლიანად მასზე მოხდა კონცენტრირება, რომ აი მან გააკეთა ეს კრეხელობა და ეკლესიის მამულების ჩამორთმევა და როგორც ივანე ჯავახიშვილი ვარაუდობს, ის შეუთხზეს მათ, რომ როდესაც დასავლეთში იყო გადახვეწილი ეს დავით ულუ მის მეოთხე ცოლთან ესუქნი ერქვა მას და ცნობილი მონღოლების ჩამომავალი და ცნობილი პიროვნება იყო ეს ესუქნი და მას თანა ეყო. ეხლა რამდენად მართალია ამისი თქმა რთულია, მაგრამ ჯავახიშვილი ვარაუდობს, რომ ეს შეთხზეს და მაშინვე ყურში ჩააწვეთეს მეფეს, იცოდნენ, რომ ის მაშინვე რეაგირებდა ხოლმე ასეთ დასმენებზე და მართლაც ბასილი უჯარმელი შუა ქალაქში ძელზე ჩამოკიდა. არც მოусმინა, არც არავის მოусმინა, არც თვითონ მას მოусმინა და შუა ქალაქში ძელზე ჩამოკიდა. ანუ ხეზე ჩამოკიდა და ჩამოაღწია. ხო და ესე სადღაც მაინც რბილად გვეუბნება ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ძალიან უარყოფითი თვისებები გამოავლინა ამ პიროვნებამ და ჟამთაღწრელი ცდილობს როგორმე შეარბილოს და რაღაცა სხვადასხვა გარემოებებით ახსნას და ეს რაც შეეხება ესუქნთან თანა იყო ანუ სექსუალური კავშირი და ესეც რთული სათქმელია რამდენად მართალი იყო, იმიტომ რომ ამ პერიოდში მთელი ის უარყოფითი რაც კი მოხდა ეკლესიასთან დაკავშირებით მას დაბრალდა. და ამგვარად არ არის გამორიცხული, მით უმეტეს იცოდნენ მეფის ხასიათი როლს. ესე იგი მას დააბრალეს, რომ შენი მეუღლე ამასთან ღალატობს. ამასთან ღალატობს. და ესუქნის დასაჯა? და ესუქნი არა, თვითონ გარდაიცვალა ცოტა ხანში და ეს ბასილი კი აი ასე მთელი ქალაქის დასანახად ჩამოარჩეს. და რამდენი ცოლი იყო და დავით? 4, ერთთან ერთზე ისე ამბობს, რომ შვილები არ აყავდაო ჯამთაღწრელი და ამიტომ ფაქტიურად შვილების არ ყოფნის არ ყავდაო და ამიტომ გაუშვაო და ისე პირველი იყო ჯიგდა ხათუნი, რომელიც ჯერ იქიდან ჩამოიყვანეს. ჯერ იქიდან გამოატანეს. მერე ოსიალთუნი და ეს იყო გიორგი და ასული თამარი. გიორგი აი რომელიც მერე დაიღუპა იქ და მესამე იყო აი ეს რაჭის ერისთავ კახაბერიძის ასული გვანცა და მეოთხე ესუქნი. და ამათაც რო აი ამ იგი ყველა ამათგანზე რაღაც ძალიან ისე რბილად მოგვითხრობს ჟამთაღწრელი და ესე იგი გვანცა სამწუხაროდ ესე აღესრულა მოწამეობრივად კი და ესუქნი საიდუმლოებით მესე ვიტყვი ალბათ ეს ბრალდების შემდეგ არ ვიცი გარდაიცვალა თუ ხელი შეუწყეს გარდაცვალებაში და აი პირველ და მეორესთან ესე იგი ჯიგდა ხათონს არ ყავდა შვილები და არავინ არ დარჩა და აი ესეც უცნაურია რომ ამის გამო მოხდა როგორც ჩანს გაყრა და მეორე ძოლის მოყვანა. ესე ამასაც ისე ამბობს ძალიან რბილად. დავით ლაშასზე მონღოლებით თლად უკმაყოფილო არ უნდა იყოს ალბათ, იმიტომ რომ მონღოლების გარეშე ალბათ საერთოდ არ ეღირსებოდა მეფობას. ალბათ. ალბათ ამას აცნობიერებს და რაღაცა მონღოლურ ტრადიციებს ვითაც ალბათ რაღაცა ხიბლში არის და ალბათ აღფრთოვანებულია. აი ეს მრავალცოლიანობა, რომელიც ფორმალურად ვითომ ქრისტიანულ რაღაცეებში იმას აკნა რომ განქორწინა და ასეკნა და ისეკნა, მაგრამ აშკარად მრავალცოლიანობა, როგორც არ უნდა თავს. რაც მე ღიად მისმა შვილმა ღიად გააკეთა, ანუ ეს რაღაცა მონღოლური, ულუსური რაღაცა თვისებები მასზე მოქმედებს და დიახის გავლენის გვიჭრდა და ეს არის აშკარად აი მონღოლური გავლენა და როგორც ვამბობდი და ვამბობ ეხლაც აი ისე რბილად გადმოგცემს ჟამთაღწრელი რომ აი ერთი შვილები არ ყავდა და რა უნდა ეკნა უნდა მეორე მოეყვანა და ეხლა თუ განწყობილი იქნებოდა უარყოფითად მაშინ სხვანაირად დაახასიათებდა მას და აშკარად აი როგორც ვთქვი ის
ჟამთაღწერელი ძალიან კეთილად არის მის მიმართ განწყობილი, ასევე მისი მემკვიდრე დემეტრეს მიმართ და მერე დემეტრეს მემკვიდრე გიორგი ბრწყინვალის მიმართ და ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს. არის თუ არა ესეთი მომენტი ულუსა და ნარენის შორის ურთიერთობაში, როცა ულუ იყენებს არგუმენტს ნარენის წინააღმდეგ, რომ მე უფროსად დამაყენეს. ანუ მაინც ხო ფორმალურად უფროსად დააყენეს. იმიტომ რომ იყო ისეთი ეპიზოდი, როცა ორივე დასავლეთ საქართველოში აღმოჩნდა და იქაც მომხრეებმა რაღაცნაირად ერთ მეფობა გადაწყვიტეს და ნარენის მოშორება მოინდომეს. დამხობა უნდათ და ზოგიერთი დიდგვაროვანი მიემხრო კიდევაც მათ, მაგრამ ძირითადად მაინც არ მიემხრენ და ვერ მოახერხა ულუმ მისი დამხობა და როგორც ჩანს აი იქ იყენებდა ამ არგუმენტს ულუ რომ მე უფროსი ვარ. სხვა შორის უნდა გითხრათ რომ ჟამთაღწერელი ულუს მას არ უწოდებს, ულუს მხოლოდ ხულაგოს უწოდებს და მერე დამკვიდრდა ქართულ ისტორიოგრაფიაში რომ დავით ულუ უწოდოთ, დავით გიორგი ლაშას ძეს და თვითონ აი რაც კი მთლიანად გადავხედე ჟამთაღწერელს არსად ულუს მას არ უწოდებს და ეს არ ვიცი ნუ მერე დამკვიდრდა როგორც უფროსის ულუ ალბათ სამართლიანია ამისი მონღოლური რაღაცა ხიბლის გამო, მაგრამ აი ნარინი ხო არ არის ესეთი ძალიან მონღოლურად მოხიბლული. არ არის ნამდვილად. მე მგონი მას არ ეკუთვნის ესეთი წოდება ხო რაღაცნაირად უსამართლო. ნუ ნარინს უწოდებს ის ჟამთაღწერელი და იმას უწოდებს და ამ ულუს არა და საინტერესოა რომ მე ნარინი ძალიან დამოუკიდებელი ტრაპიზონის იმპერიის საკითხშიც კი ჩაერია და ილაშქრა ტრაპიზონზე და ძალიან საინტერესოა რომ აი იმდენად დამოუკიდებელი იყო რომ არ გუებოდა მონღოლებს საერთოდ. ალბათ ფორმალურად მაინც თუ მართალია მით უმეტეს ის წერილები რაც რაშიდადინი წერს თავის შვილს რომ მე აქო ძალიან ბევრი პლანტაციები მაქვს დასავლეთ საქართველოში, აფხაზში და ასე წერს და ამიტომ ნუ ჩვენ იქაც უნდა გავუწიოთ მათაც ამათშედაც უნდა ვიზრუნოთ და ეხლა ზოგიერთი მეცნიერმა ისიც კი ფიქრა რომ ეს ყალბი ხო არ არისო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს მიღებულია რომ ეს არის ნამდვილად მისი ტრაპიზონტის იმპერიაში რა პრეტენზიები და რა პოლიტიკა ქონდა. ხო, ესე იგი ტრაპიზონში ბიზანტია აქტიურობდა ძალიან და ქართლმა ესა ქართლი იყო დასავლეთ საქართველოს მეფემ გადაწყვიტა რომ დაესწრო მათთვის და მათთვის წაერთმია პირველობა ტრაპიზონში და ამიტომაც ილაშქრა იქ და საკმაოდ წარმატებულიც იყო მისი ეს ლაშქრობა ასე რომ ის დამოუკიდებელი იყო აბსოლუტურად ამ დროს როცა იქ ლაშქრობდა და ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ რომ მან თავის მიზანს მაინც მიაღწია. გარკვეულად უკან დასწია ბიზანტიის პრეტენზიები და ნუ ტრაპიზონიც ამ დროს ძალიან არის დაქვეითებული და რომის სასულთნოს დაქვეითებულია ხო იმ ფორმალურად ისე თითქოს ყავს იმპერატორს ეძახდნენ ტრაპიზონის მეტად. მაგრამ როცა მონღოლებთან დაამარცხდნენ იმის შემდეგ ისინიც ნუ ფაქტიურად არის ძალიან დაცემული ისე როგორც თვითონ ბიზანტიაც არის ამ დროს ძალიან დაცემული და ძალიან რთულია მათთან ესე იგი მათი ჩართვა რაიმე სერიოზულ ღონისძიებაში და ამიტომ ტრაპიზონი 1362 წლამდე იარსება, მაგრამ ნუ ძალიან არის დასუსტებული და ფაქტიურად დასავლეთ საქართველოს მათზე ძალიან ძლავრობს და მათ მონეტასაც კი მსგავს მონეტას უშვებს ჭრის დავით ამ პერიოდში აი ნუმიზმატური ნიმუშები გვაქვს ხო ორივე მეფის ამ პერიოდში ხო როგორც უფრო ნაკლებია დავით იმისი ულუსი მაგრამ მაინც არის და მე ძალიან ირევა ნუმიზმატიკური სიტუაცია განსაკუთრებით გიორგი ბრწყინვალის დროს ფაქტიურად არ არის მისი
მისი სახელით მოჭრილი მონეტები და არის მონღოლური მონეტები და მათ შორის იმ დროს როცა უკვე ჩვენი ცნობებით მან დამოუკიდებლობა მოიპოვა ასე რომ ამ პერიოდში მაინც ხდება დემეტრე მეორესიც მე შემდეგი ეპიზოდური მეფობები ისიც იყო იმათიც და როგორც ჩანს ესენი იმიტომ ჭრიან რომ ამითი დაადასტურონ თავიანთი მეფობა თორე არა საერთაშორისო არანაირი გავლენა ამ მონეტას არ ქონია არც ერთ მონეტას მაგრამ მაინც ეს არის აი რომ აი მე მოვჭერი მონეტა და ვარ სუვერენი აი ასეთი ახსნა შეიძლება და ნარინს ყავდა შვილი? ნარინს აი ორი შვილი ყავდა, ერთი გადაეცვალა ადრე და კონსტანტინე და მიქელი, ორი შვილი ყავდა, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ვერ შეთანხმდნენ დასავლეთ საქართველოში მეფობაზე და როგორც წერენ რამ დროსაც დაამყარებენ კავშირს, მაშინვე იშლება მათი კავშირი და ამგვარად განუწყვეტილ ბრძოლაში არიან და 1329 წელს მერე ეს მიქელიც გარდაიცვლება და ნუ ამ დროს როგორც ჩვენი მონაცემებით დასავლეთ საქართველოში გიორგი ბრწყინვალე ლაშქრობს. აი ამ მომენტში მისი ხაზი წყდება მერე? წყდება აი აქ და მანამდე მათ შორის იყო განუწყვეს ცნობილია რომ რა დროსაც კი დაზავდებიან ის შეიშალნიან და ესე ძმები და ვერაფრით ვერ მოაგვარეს ურთიერთობა დასავლეთ საქართველოს მმართველობაში. Ну, ალბათ აი ეს არის ძირითადი რაც შეიძლებოდა თქმულიყო ამ ორ მეფობის შესახებ და ну შემდეგ უკვე ალბათ დემეტრეზე შეიძლება ცალკე დისკუსია. ესე როგორი სამწუხარო და ირონიულია რომ ალბათ იმ პერიოდში ცოცხლები იყვნენ ისეთი ადამიანები რომლებსაც ახსოვდათ დიდების წლები თამარის მეფობა და ცხოვრობდნენ ისეთ პერიოდში როცა უკვე კატასტროფა იყო ჯოჯოხეთში ცხოვრობდნენ ხო ანუ იმ ვითარებასთან შედარებით რაშიც აღმოჩნდნენ უბრალოდ ეს ფსიქიკურად ალბათ ძალიან რთული გადასატანი რამ იქნება კი უკვე ფაქტობრივად დამონებული იყვნენ და რასაც ეს პრიმიტიული მონღოლები გიბრძანებდნენ ის უნდა გაგეკეთებინა და ამიტომ არის რომ მე აი 100 წელი მოკლედ ვერ დააღწიას მონღოლებს თავი როგორც ჯამთაღწერილი ამბობს და მხოლოდ გიორგი ბრწყინვალემ შეძლო მათი ოლის გადაგდება. დიახ. მადლობა ვაჟა. ძალიან საინტერესო რომ შევეცადეთ გაგვიცოცხლებინა ეს ძალიან რთული პერიოდია. ძალიან ბევრი სხვადასხვა მომენტებია აქ ჩართული. ну ყველას დაახასიათება ალბათ არ არის მიზანშეწონილი და ძალიან დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ ну ძირითადი მაინც თქვით. ძირითადი თქვით. მადლობა. მეგობრებო ეს გახდათ პროფესორი ვაჟა კიკნაძე, მე ირაკლი მეფარიშვილი. გადაცემა პროექტი ვერიტას გემშვიდობა პატროებით, მომავალ შეხვედრამდე.